საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც ვითარდება საქართველოში და სანამ შემოვა ჩემი აუდიტორია, წინასწარ მინდა პატარა ესეთი ცენზი დაუტანო ამ ვიდეო ლაივს. წინასწარ ახლა ვინ შემოგზანდებით, ნახავთ ამას და +18 რადგანაც აწერია, მე რომ არ დამიწყოს აქ ვინმე ის შეიგინა, ამას შეიგინა, დავიღალე რა ამდენი ბოდიშების მოხდით, დავიღალე, მართლა გეო ადამიანი ვარ, ერთი ადამიანი ვარ მეც და დავიღალე ბოდიშების მოხდით და არავისთან არ მაქვს საბოდიშო რა და თუ ვინმე შეურაცხყოფილად თვლის თავს, აგე რა ცენზი არის აგერ დატანილი და მიბრძანეთ ახლა აქედან. და ნუ იქნებით შეურაცხყოფილები რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საალერსო სიტყვები მინდა ვთქვა. ხო, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართებაში და ასევე აი ხორუმის მოცეკვავე ზოგიერთ დებილთან მიმართებაში და კიდე უამრავი ავადმყოფი არის საქართველოში სამწუხაროდ, რომელსაც გონია რომ რაღაცას აკეთებენ რა, რადგანაც მთელი ცხოვრებაში არ შემდგარი არა რეალიზებული ადამიანები, ქალიან კაციანად, რომლებსაც გონიათ რომ მიტინგზე რო გამოვლიან, რაღაცას ასე ატეხავენ ერთი მას წივილკივის, დროშას გააფრიალებენ, ჯერ რა დროშა უკავია, ხელში ტვინი არ აქვს თავში და მე ასე იქნება, რა ქვია, რომ სახში მოვლიან და ეთყობა ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნათესავი და ინახავს იმაში ტელევიზორში და ამაგარი გოგო ხარ და რამაგარი ბიჭი ხარ და იქ დაგინახე და აქციაზე იყავი, ამიტომ აი თავშივე ვამბობ, რომ თუ ვინმეს აქ შეურაცხყოფილად თუ ვინმე ჩათulis და ბავშვები არიან და ოჯახი ისმენს და ეს და ესო, ხო? წინასწარ აქ ამ ვიდეოს დადებული ცენზი აგერ და მოცილით აქედან და არ დამიწყოთ რა ეს ზნეობის და კულტურის სწავლება, თუ შეიძლება არც ზრდილობა მეშლება, არც კულტურა მეშლება და არც ვის რა მიუმართო ის, მაგრამ აი ბატონ აი ამ ცენზს. მე მგონი გასაგებად თქვი, უზრდელი ხალხი შევიკრიბოთ ჭყალებში და ინტერნეტში მაინც ნუ დამიშლის ვინმე იმის გამოხატვას თუ რასაც ვფიქრობ რა. ეს ჩემი პოზიცია არის და ჩემი გამოხატვის თავისუფლება, ხო, გამოხატვის თავისუფლება მაქვს ასე. თქვენთვის შიგ ევროპულად რო აგიხსნათ. ახლა რასთან დაკავშირებთ? პირველ რიგში აი რით მინდა ეს ყველაფერი დავიწყო. ბიჭო, გუშინ რუსთაველზე ჩაიარეს დიდი ტაშფანდური ქონდათ გამართული, ჯერ აცეკვებთ, ამ დედარძე მოწყნულებს ვერ გამიგია. საცეკვაოთ აქ საქართველოს საქმე და რუსთაველზე საზეიმოთ აქვს საერთოდ. ქართველებს საქმე, კაი. და გამოვიდნენ ახლა და შეხედავ, რა, გული დაგწყდება, მართლა გული დაგწყდება, ახალგაზრდა ლამაზიერი ვართ, კაცო, ქართველები თვალვარსკვლავა ბავშვები არიან, ტვინარეულები არიან უბრალოდ და ზოგსახლა მართლა გონია, რომ კაი საკეთებს იქ, რომ ცეკვავს ხორუმს და ასე შემდეგ და ისე შემდეგ და არ გაამართლა ამ ტრაკის ქნევამ და არ გაამართლა ამ იმან და ამ სტრატეგებმა მოიფიქრეს ახლა ეს, რომ თურმე ქართული ელემენტებით უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩატარებული და მეტი საინტერესო გამოჩნდება და მეტ საზოგადოებას გამოიყვანს და ამოვიდნენ ბიჭო, აი მოზარდიბო, მშობლები სადახართ, თქვენი დედა შევეცი მე თქვენსას. სადახართ მშობლები, თქვენ მოგიტყართ, მართლა გამზდელი თქვენი მოვალეობა მარტო შვილის ისაა, რომ ცხოველივით აჭამოთ, ასვათ და გაზარდოთ ასაკში, რომ ცოლი მოიყვანოს და ისა რა გასათხოვარი გახდეს. გოგო და მე იტყნაურებენ ერთმანეთში და დაამრავლებენ იმას, რა ქვია, შთამომავლობას და ამას ეძახით თქვენ ოჯახს და ამას ეძახით ურთიერთობას და ამას ეძახით თქვენ ბედნიერებას და ეს გააკეთეს. წამოპლაგული არიან აქ უცხოეთში და დედაშვილო, შენ და გადი პატრიოტიზმის, დედამოტყნული მშობლების ბრალია, რომ ასეთი დედამოტყნული ბავშვები გაიზარდეს. განუვითარებლები, უწიგნურები, დებილები. გამოდიან და მოხვეული აქვთ ისა, რა ქვია, ევროკავშირის დროშა და ევროკავშირის დროშით ცეკვავენ ხორუმს. შენი გამომწველავი დედა შევეცი მე რო გაგიკვირდებათ რატო იგინებიო. რა გაქვს მოფარებული, შენი გამზდელი მოუთხარ, ვარსკვლავები რო გაქვს მოფარებული, შეგივარდათ მაგ ვარსკვლავების სიძეს განეზე, სულელას. თქვენ დედა შევეცი მე.
რას ნიშნავს მაგ დროშა, რომელიმეს რა აქვს გაზრებული? ტრაკის ქნევა რო გაქვს გამართული იმაზე? ტრაკის ქნევა მაგ გამეიყვანა იმდენი ხალხი, ახლა ხორუმი გამოვიდა. ახლა იმის მოცეკვავეები გამოსულა, ხო, ახლა ცეკვავე ქართული კულტურის ხალხი გამოვიდა. გადაგიხადეს 2 კაპიკი დამშეულებს, გამოგაჩენთ ტელევიზორში, მოდაშია შემოსული ახლა და გადით გარეთ და ეს ჟღვინტიანი ლაწირაკი ბავშვები, ბიჭო, შეხედავ რა უნახიათ ცხოვრებაში. ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული და ყრილარიანი და ვაიმე და ხორუმით გავაპროტესტეთ და გამოვიდეს ჩვენი პრეზიდენტი ეს ბლუკუნა ამის გამომწველავი დედაშევეცი და ამის მომთხრევის დედაშევ ბიზნესმენიშვილო შენ დედაშევეცი რას დაამგვანე ქვეყანა შენ მოგიტყან გამზდელი და ყველა შენი მაკებარი ყველა შენი მადიდებელის დედაშევეცი ვინც ამას ვერ ხედავს მოგიტყან გამზდელი რა გააკეთე კი არა რა გააფუჭე ამას რო ვერ ხედავს ისე რო აქვს თავი თვალები თეადარჩიას მოუტყან გამომწველავი დედის მუტელი თვალზე აფარებული ხელი რო ქონდა იმაზე რა ქვია გახარიას იმის დროს და რო გამოიყვანა ბავშვები და ასე რო აცეკვა თოთო ბავშვები თვალზე ხელი აფარებულმა დღეს გახარიას ტრაქშია შემძრალი მოუტყან გამზდელი დარჩიას და დარჩიასნაირ გამოყალეებულებს უყველას ქალიან კაციანად თქვენი დედა შევეცს უყველას დაეტიეთ თქვენი დედა მოუტყან მე დაეტიეთ სახში ხო გაატრაკა ამ სვეცკმა ბოზებმა საქმე და წაიღეს რა მაგრამ ბოზი ყავთ ახლა სათავეში ბოზი ყავთ ნაბოზარი და დედამოთხნული ყავთ პრეზიდენტი და ბოზობა ახლა მოდაში და დედამოთხნულობაა მოდაში რო გაგვიზია მოფარებული მაგ დროშა რას ნიშნავს მაგ დროშა რა გაერთიანებაა მაგ ევროკავშირი სად შენი დედის ტყუნაში მიდიხარ გაგიგია აზე ხარ წაგიკითხიათ ევროკავშირის კონსტიტუცია წაგიკითხიათ რას წარმოადგენს რა ორგანიზაცია რა უნდა რა სითხოს რანაირები ჭირდებათ რაღა მაგ დროშას იხوت თქვენი გამომწველავი დედა შევთხარე მე LGBT დროშა რატო შემოიხვიეთ პირდაპირ თქვენი გამომწველავი დედა მოუტყან მე გიტყდებათ თქვენ დედა შევეცი იქ უკვე გლახათა ახკმულდა ევროკავშირის დროშა ყველას მოგიტყანთ გამზდელი ყველას ვისაც წაკითხული გაქვს გააზრებული გაქვს რას წარმოადგენს ეს ევროკავშირი და მაინც თქვენი ქვეყნის შეთხრა რო გინდათ ამ ევროკავშირში რას წარმოადგენს იცი წარმოადგენს ყოველგვარი რელიგიის არა მარტო ქრისტიანულის ყოველგვარი რელიგიის უარყოფას ყოველგვარი ტრადიციის უარყოფას ყოველგვარი ზნეობის აბსოლუტურად ყველაფრის უარყოფას ტრადიციის ადათის ყველაფრის და მოფარებული აქვს ამ შენ დედა შევეცი წადი კომუნისტური დროშა მოიფარე იგი ჯობია შენი გამომწველავი დედა მოუტყან იმ კომუნისტები ღმერთს უარყოფდნენ თორა დანარჩენი ადამიანური და ზნეობრივი და საზოგადო მორალი საბჭოთა კავშირში რო იყო დაწული შენ დედა შევეცი მე იმდენი სადაა მაგრამ არ გინდა თქვენ ბოზობა გინდა ჭატლახობა გინდა დედის ტყუნა და მამის შიმშილი გინდა და დაიწყენ ახლა ეს მარშები ახლა გამოვიდნენ იმისი რა ქვია IT სპეციალისტები მაგარი IT სპეციალისტები ხართ უკნიდან ხო აი ძალიან მაგრები ხართ მაგარი IT სპეციალისტები რო იყოთ თქვენი გამომწველავი დედა შევეც მე იქ არირბენდით ჰაკერულ თავდასხმას გაუკეთებდით და ისე გათიშავდით იმ საიტებს რომელიც არის ხოცების დამსახურება და ასე შემდეგ გაანულებთ ხო ვინ მოგცათ თქვენ მაგის განათლება სადაა საქართველოში IT ინდუსტრია სადაა ტექნოლოგიური განათლება მესამე მეოთხე კურსის სტუდენტებმა Windows-ის გადაყენება არ იციან ჩემი სპეციალობაა და ლაპარაკობ იქიდან გამომდინარე რომ ვიცი ეხლა მასწავლებლები გამოვიდნენ ეხლა კულტურის სფეროს ხარა კულტურის სფეროს ხალხი ახლა სულ იყო ეს დედარზე მოწყნული ხალხი მოყოლებული იმიდან წითელი ინტელიგენციიდან და პიდარასტების და დედამოწყნულების მხარდამჭერები რო აღასი სიბერეშიც რო დედარზე მოწყნულები არიან ეს ნანი ბრეგვაძეები და ეს დედამოწყნული რო იყო კიდე ეს კიკაბიძე და ეს ბოზიშვილი ლანა ღოღობერიძე და ეს ყველა დროის კერენსკის დროინდელი ბოზები ნიკოლაევსკის რა პერიოდის გინდათ იმის აიღეთ ამათი დედა შევეცი მე და თავისი შვილებთან ერთად რო გამოდიან და მღერიან და რა შეხება გაქვს კულტურასთან თქვენ მოგითხართ გამზდელი მე მღერი ხარ კარგად მღეროდი შეიძლება იცი ფრინველები და ცხოველები ზოგიერთი ცხოველი და ზოგიერთი ფრინველი იცი რა გემრიელად გალობს მაგრამ ცხოველია იგი და ადამიანი არა
ის რომ ხმის იოგები გაქვს, კარგი და სიმღერა კარგად შეგიძლია, ეს არ ნიშნავს, რომ კულტურის სფეროს წარმოადგენს. კულტურული ადამიანის სხვა რამეა. და კულტურული ადამიანმა პირველად მისი სამშობლოს ფასი იცის. პირველ რიგში. და დაიწყეს ახლა ესეც არ გმარად. ესეც არ გმარავთ, ამათი გამომწველავი დედა შევეცი მე. მარშები ახლა და ამის მარში და იმის მარში და ახლა პიდარასტების მარში, ოღონ პიდარასტების მარში ტეხავს ახლა და ეს ჯერ დამალული ისაა, რა ქვია, შიგ ევროპული ისაა, რა ქვია, სტანდარტია, მაგრამ ჯერ ვერ განვითარდა უკნიდან ჯერ საქართველო, ინდონეზია, რომ საქართველოში ეგ მარშები ჩატარდეს. რა ვიცი, ჩვენ რომ ქართველების და ქართულ მარშს ვატარებდით, რომ მიწა არ გაიყიდოს, რელიგია იყოს აყვანილი მაღალ დონეზე, რომ იყოს დაფასებული ეროვნული კულტურა, ადათი, წესი, ტრადიცია, სიბნელეს და მარში, სიტყვა, რომელიც ფრანგულია და მსვლელობას ნიშნავს, ამათი დებილი დედა შევეცი მე, იმათ გვითვლიდნენ, რომ რუსულიაო და ახლა ყველა რუსეთუმეებია, გამხდარი, ამ გეს მოუტყვან, წამპალი დედის ტრაკი. სულ შემთხვევით, გადავეყარე Facebook-ზე, სვანი ბიჭები იყვნენ და წერდნენ ესეთ კომენტარს, რომ სადღაცო ესეთი სიბრძნეც გამოსულა, რომ სვანების მარშიცო უნდაო გაიმართოსო. ხო ახლა ეს კუთხური ნიშნით საქართველოს დაყოფა საერთოდ ეს მტრის უსაყვარლესი გეგმა იყო და ეგ გეგმა არსად არ წასულა. უბრალოდ 90-იანების მერე პოლიტიკით უფრო გემრიელად მოწამლეს და ახლა სვანების მარში უნდა ჩატარდესო და წერდა კაცო ჩემი კუთხია მე თუ სვანეთი და სვანები არ ვიცი ვინ არიან რას წარმოადგენენ რა არის საერთოდ სვანური ფენომენი და საერთოდ რას წარმოადგენს ზედმეტია ლაპარაკი პირდაპირ მინდა ვთქვა იმ სვანის დედას შევეცი ვინც ევროკავშირის დროშას აფრიალებს მარშზე კი არა ლაპარაკი ზოგადად ისე როგორც ქართველობა არის სტატუსი და არა მარტო გენეტიკურად წარმომავლობა და გვარი ისე არის კუთხიშვილობა სვანობა ისე არის განსაკუთრებული სტატუსი რომელიც დიდ პასუხისგებლობას აკისრებს გვარით სვანებს რომ მონახავენ ვიღაცას დედარძე მოწყნულებს სუბელიანი გვარი შემარცხვენელი დედა მოწყნული ვიღაცა თეონა გურჩიანი ვიღაცას სოზარ სუბარის მოთრეული მთელი დედა მოწყნულეთი ყველა ეს აყაროლებული ხალხის გაბიანი თამარ გაბიანის იმის ნათრევი იყო რა ქვია საკოვის ნათრევი იყო ეს ხარ ჩანს ბოლო დროს ბენზინიოს ფულიო ხო იშოვაო გაჭირვებულმა თავი რო დაიწვაო რა სვანების მარშსატა რა იმ სვანის დედა შევეცი მე ვინც ევროკავშირს რა ქვია საქართველოს ევროკავშირიაო იძახის და ევროკავშირის ღირებულებებზე უნდა წავიდესო ვისაც ქართული ღირებულებები არ იცის რა არის და სვანური ღირებულებები კონკრეტულად არ იცის და აი ეს უნდა რა ქვია ევროკავშირი იმ სვანის დედა შევე მოგიტყანთ გამზდელი ვისაც გინდათ მესტიაში ლენტეხში LGBT პრაიდების ჩატარება და ტრაკის თამაშის ქნება არა ეს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება მონახო 20-30 გამოსწირებული და დედამოწყნული რომელი დედამოწყნულის ყველაფერს გადაუვლის რა შეხება გაქვს ბიჭო დღევანდელ გინდა თეადარჩი ასე შესწამ თელმა საქართველოს მოუტყან გამომწველავი ტარი და ცოცხალი მაგის კახპა დედა მოუტყან მე მაგის ნაბოზარ დედა შევეცი თოთო ბავშვები ყავდა გამოყვანილი თოთო ბავშვები ჯერ კიდე იმისო გახარიას იმას აპროტესტებდა და აცეკვებდა თვალზე ხელაფარებული და ტრაკზე ხელაფარებული ცეკვავდნენ იმას ფუი შენი გამომწველავი დედა შევეცი შეყლექალაშე და რო გეკითხა ჩვენი პატრიარქი მიყვარს და მე რელიგიური ადამიანი ვარ რაც გინდა ის იყავი შენ გამზდელ შევთხარე წაღმა უკუღმა და შენ შეგეცი წაღმა უკუღმა ვინჩივა გინდა ლესბიანკა იყავი გინდა პიდარასტი იყავი გინდა ვინც გინდა ის იყავ რა გინდა ამ ბავშვებთან რა გინდა ქვეყანასთან რა გინდა ხალხთან რატო ღუპავთ ამ ქვეყანას რატო ღუპავთ თქვენ დედა შევეცი რატო ახლა გადახედეთ ეგ ვიდეო შემხვდა იმაში ქუთაისში და იმაში ეს რა ქვია ნაძვის ხეები აინთო და ბაბუა შვილი ყავს მიყვანილი რომ ნაძვის ხესთან სურათი გადაიღოს ბავშვი ტირის ამგენს პლაკატი აქვს დაფარებული
ამგეს პლაკატი აქვს დაფარებული. მე ვეუბნები რომ ყლეთა ჯოგი ხართ, ვინც მაგას აკეთებ. მე წვინთ, ეს როგორ თქვი? ეს რანაირად გითხარი? ზრდილობა. რა გინდა? შენ გამომწველავ დედა შევთხარე. გრინჩი ხარ თუ ხრინჩი ხარ, არ ვიცი, არც მინახია ეს მულტფილმი მოუთხან გამზდელი მის გადამღებიან დიდიან პატარიან, მაგრამ აზრი ამნაირია, რომ ესე რა ქვია, შობაო მოიპარაო და ბავშვებს ისინი მოპარაო, ესეც ამათი უჯიშო დედამოტყუნი რაღაცა არის, რა ქვია, მაგრამ აზრში ხო კარგად ხვდები. გრინჩები ხარ თქვენი დედა შევთხარე მე? თუ რა გინდა შვილო, რა გინდა შენი გამომწველავი დედა მოუთხარ, ნაზვის ხესთან რო არ აფრიალოთ, მაგი და ამ მოზარდი ბავშვები და ესენი ჟღვინტიანი ლაწირაკები. და არჩევნებს ითხოვენ. ბიჭო, თავარი პრობლემა არის რა? თავარი პრობლემა, კიდე ერთხელ ვამბობ რა. კიდე ერთხელ ვამბობ, აი, შავით თეთრზე ვლაპარაკო. შენ დედა შევთხარე ბიძინა ივანიშვილო. შენი მონებიანად. შენ მოგიტყან გამომწველავი დედის კუბო. აი შენი დედა მოვტყან. რომ აი ამ დონეზე დაიყვანე ქვეყანა. ამ დონეზე დაიყვანე. გამოვა ახლა ვიღაცა დედა მოტყნული და ბიძინა რა შევაშია თუ შენი დედა შევთხარე მე, შენი დამსახურება ეს ფონდები, ეს ერისრყნა, ეს ტელევიზიები, ეს გარყვნილების კანონები ნიშნდება ქვეყანაში ყველაფრის. თუ არ შეგიძლია შენი გამომწველავი მოვტყან გააჯვი იქიდან და მოვავი მიუშვი ისეთი ადამიანი, რომელიც დააყენებს ქვეყანაში წესრიგს. არა, ამათვის თავარია რა იცი? ეს მოხდება, ქოცემა, ნაცემა ვერ ჩაატარეს მიტინგი, გამოვა ესა რა ქვია, ჩიჩილაკა, ამის გამომწველავი დედა შევთხარე, გამოვა ხუინდრავა, მეორე დღეს ჩაატარებენ ბრიფინგს, ერთ დღეს ეს ჩაატარებს იმას რა ქვია, სიმახინჯეს, მარაზმს, მეორე დღეს ეს და ამას უნდა დაუჯდეთ. ამას უნდა დაუჯდეთ და უნდა უყუროთ თელმა ქვეყანა. ვერ გაუძელი მე ამას ჩემ საქართველოში. ვერ გაუძელი. ახლაც მეგობრები მეუბნებიან, რომ კაი დროს ახარ წასულიო აქანი რო იყო დიდი ხნის უკან იქნებოდი და დაჭერილიო ისე გადაგვარდა ქვეყანაო ბოლო 3 წელია არ ყოფილი ვარ საქართველოში მინდა აი როგორც სული მინდის ისე მინდა ხო ჯანდაბას ამათი ციხი ამათი საქმე ამათ დედა შევეცი რის გულისთვის დამიჭერეთ ბოტასის კურდობისა და იმის კრისობის გულისა ხო არ დამიჭერენ დავით გარეჯის გამო და რის გამოც დაუჭერი ვარ ხო დიდგორობის გამო და ჯანდაბას ამათ დედა შევეცი და გინდა ხო შენ ჩახვიდე მაგრამ სად უნდა ჩახვიდე ხალხო? სად უნდა ჩახვიდე? აი ამ დედა მოტყნულებში? სადაც შეხედავ ბიზნეს მონებითაა გავსებული ქვეყანა და გადახედავ მეორე საკეთა ამ დედარძე მოტყნულებითაა ავსებული ქვეყანა. ტრამპს ელოდებიან 20 იანვარს. და ტრამპი რომ მევიდეს და ვარისა დედა რომ მოუტყნას მე რა იშველება ქვეყანას. ტრამპის იმედად არიან? განსხვავებული ხასიათი რომ გამოავლინოს ტრამპმა, მე რა ვქნათ? რა უყოთ მე საქართველოს? ტრამპი და ილონ მასკი გაგვიხდა სალოცავი ქართველებს. იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილი დედარძე მოტყნულია და რაბეზარ აკეთებს. აი ნაცები ხო არ არიან? ნაცები ხო არ? ცოტს ხო არ გთხრიან ტრაქში და დუბინკას. იყავით კმაყოფილი და უყურეთ ამას. უყურეთ ამ გარყვნილ გადაგვარებ გაშტერებულ გამოქლიავებ ხო ცალკე ესენი ეს ანაფორიანი ყანდურები თქვენ სადახართ ბაბუ რა შობთ თქვენ რა შობთ ახლა აკურთხებთ ლოცულობთ თუ რა თქვენი საქმეები როგორა მამა ანდრია ჯაღმაიძე როგორა მამა შიო მუჯირი როგორა დედა შორენა რა ხდება ერის ბეძე მოფიქრალმა დედა მოწყვლულებმა წვერიანებმა ანაფორიანებმა თქვენ დედა შევთხარე წამაუგუღმა თქვენი დამსახურება რა საიდან გამოიზარდა ქვეყანაში ამდენი ურწმუნო ამდენი ურჯულო ამდენი დედა მოწყნული არა ელემენტარული მაინტერესებს საიდან სად იყავით თქვენ სად იყო ეკლესია? სად იყო სულიერი მამები და სულიერი დედები? რომლის მოვალეობაც მეტი არაფერი არა. გარდა იმისა, რომ ერის სულიერება. თქვენ ბიჭო, თქვენ ხართ, თქვენ სარზე ხართ ასამცობები და წვერები ყველაზე მეტად. ივანიშვილზე მეტად თქვენნა გაქვთ. წვერი გაქვთ, გასაყარში ქუსლები გაქვთ, დასაჭრელი დედა გაქვთ მოსატყნავი.
ღმერთმა დაგლოცოს სამება აგვიშენა მიდით იმ სამებაში ღმერთის ადგილი არ დატოვეთ აუ თუ ჩემი ძმა ხარ ერთი რა შებძანდი იქ და ჩემი YouTube-ის არხზე არის გამოსავალი და მოусმინე რა გვეშველება რამე და კარგად მოусმინე და გაიაზრე ახლა ერთი იგივე კითხვას მომიბრუნებ რა შენ შემოგევი არ მაინტერესებს რა მაცალე რა ლაპარაკი თუ არა არ გაძალებს არავინ რომ მომისმინო რა არის თუ გაინტერესებს რეალურად შებძანდი YouTube-ის არხზე და წერია გვეშველება რამე და არის გამოსავალზეც და ყველაფერზეა ლაპარაკი ახლა მე ყოველ იმაზე გამოსავალი კი არა გაკეთება არ უნდა თუ ჩემი ძმა ხარ არავის დაღუპულია გათახსირებული და გადაგვარებულია ყველაფერი ვინ ახლის ამომღები ვის რა შეაინტერესებს ვის რა შეაინტერესებს ყველა ბედნიერათა კარგად ცხოვრობს გადაგვარებულ ქვეყანაში თქვენ გონიათ აგერ ახლა 400 ადამიანი მიყურებს საქართველოში რომ იყო ხანდახან ზოგიერთ ვიდეოებს მილიონზე მეტი ნახვა ქონდა გამოდიოდი კონკრეტულ საქმეზე ვამბობდი რაღაცას 4 ადამიანი არ გამოდიოდა 4 ადამიანი არ გამოდიოდა 4 გარდა იმისა ვის მეგობრები და ახლობლები ვისაც გვეწოდა გული მაყურებლათაა ყველა გადაქცეული მერე წინს რატო წინს შენი გასაკეთებელი შენ გააკეთე არა ხმის ამოღება არავის არ უნდა გაშარვა არავის არ უნდა და მიიღეთ ეს ქვეყანა მიიღეთ ეს ქვეყანა ეს ასიმართლე ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა მიდი უფალი გფარავდეს ევროპაში ხო მივდივართ ხორუმი დარჩია ატო იგინები რა ამ სიტყვებს როგორ ამბობ ჩემი გინება გიკვირთ და ტრაკის თამაში და გადაგვარება ერის არ გიკვირთ არ გიკვირთ და ტრაკის მიმცემი რო გახდა ვინ ელემენტარულს გეუნებით ვის უნდა ენდოთ ბიჭო ქვეყანაში ვის უნდა ენდოთ ქვეყანაში რომელ პოლიტიკოსებს და პოლიტიკას ენდობით ეს განსაკუთრებული ვინებ გადაჭრილი თურმე პატრიოტები რო იყვარ თანხან მოურავი და მისი ქარხანა პირველი გამოვარდნილი არიან ეს პიდარასტი ილია ჩაჩიბაიას და ამათი თამადობით ზუსტად აი მერე იტყვიან რომ ნეტა მართლა დაგამხობდნენ თქვენი დედა შევთხარ ეკოცებო რა მართლა აგერა მომივიდა უკვე ყელში რა ნეტა მართლა ეს ერი ბიჭო ეს ხალხი რომელიც ისი არიან გამოყლებას შეჩვეული 92 წლის მერე და ისი არიან გამოსწირებას ყველა მოღონ მისი თავი გამოიძვნოს ჩემი ბრალია რა ჩემი ბრალია მარტო ჩემი ბრალია ყველაფერი ნეტა ბიჭო მართლა დაამხობდნენ ნეტა რა მართლა მოხდებო მართლა მოეთრეოდენ ეს ნაბოზვარი დედამოწყნული ხალხი და რას ვიშლი ნერვებს რა საცოცხლებელია ესეთი საზოგადოება და ნეტა მართლა მოხდებოდეს ომი იმ რუსეთთან და მართლა ქვაქვაზე არ დარჩებოდეს არ მოუთხან დედის პროჭი რას ეფარები ეგ დაყლებულ ხალხს ეფარები რამეში სადაა მე ჯანსაღი ხალხი სადაა ჯანსაღი ხალხი ყველა სხვის დაძახის რატო ელოდება არავის არ უღირთ არც იმ ჯანსაღ ხალხს არ უღირთ სამშობლო და არც იმ ჯანსაღ ხალხს არ ადარდებთ სამშობლო იმ ჯანსაღ ხალხს რო ადარდებდნენ სამშობლო ოჯახ თითო ასე მოიკრიბებოდა და შეეცდებოდნენ რომ ამე შესულიყო არავის არ აინტერესებს ერთეულები გაკეთება არავის არაფრის არ უნდა არო ეს მწარე სიმართლეა თორა ის ჯანსაღი ადამიანები რომელსაც ფანატიზმის დონეზე ეყარებოდა საკუთარი სამშობლო და საკუთარი ერი დიდი ხნის უკან გააკეთებდა გასაკეთებელს რას გააკეთებდა რასაც აკეთებდა ირლანდიის განმანთავისუფლებელი მოძრაობა და რასაც აკეთებს საერთოდ განმანთავისუფლებელი მოძრაობები იმას გააკეთებდა არავის არაფერი არ აინტერესებს ვინმე ესეთი ძალა რო არსებობდეს ქვეყანაში მაშინ ამდენს ვერ გაბედავდნენ და არც ამდენი გამოსირებული არ იქნებოდა წინთ მერე ზოგიერთ აი ამ ჩემს ფეხებს ვისაც აგინდა ეს ეწყინოთ ეს არ წინთ რაც ხდება და იკრიფოს გულზე ხელები ყველა
ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა მიშა მოგვაშორა ბიძინასდენი სიკეთების გაუკეთებია ხო მე ხო ძალიან კაი სიკეთეშიც ხო დასავლეთი არ აძლევს საშუალებას თუ არა რამდენ რამეს იზამდა იცი აი გომელაური დააჯილდოვეს უშიციდებზე მეუბნებოდნენ 1000 ჯერ მithქვია კიდევ ერთხელ მithქვია შექსპირის სონეტი როა ის მიდგება ყოველთვის რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რა გაგიკვირდათ რა დაჯილდოვება გაგიკვირდათ რა დაჯილდოვება გაგიკვირდათ თქვენი დედაქალაქის ვინც მაგ ძალიან გაგურვებული რო ხართ საპატიო მოქალაქე არის გათხოვილი კაცი რა გაგიკვირდა საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენი კიდია ბაია პატარაიას ფუჩუს მე რა გიკვირდა საპატიო ორდენები აქვს გადაცემული ბაჩუ ახალაიას როლანდ ახალაიას პატრიარქის ხელით ის ვამბობ ამას ეგ ცალკეთე მაგ ვარამიამ ღვინოში ჩაგიფსით და ჩაგიჯვითო რომ უთხრა და მარტო ეს პერფორმანსით რო უპასუხეს დანები ამას თავი ის ვამბობ ამას არა კალაძეს არა აქვს ჩამოკიდებული ისა გორგასის ორდენი მეგის ქარდავას არა აქვს ჩამორთმეული ვინმე ჩამოართვა ეს ორდენები გიგუგულავას არა აქვს დავით აღმაშენებლის ორდენი კვესტაძის არა აქვს თამარ მეფის ორდენი გრიგოლიას არა აქვს თამარ მეფის ორდენი ნანუკა ჟურჟულიანას არა აქვს სად იყო მე წესიერი ხალხი აი ხნის უკან მითხრა ახლა სობნიად ვიძახ წესიერი ხალხი სადა ერთი წესიერი ხალხი ზამანახი მეც მაინტერესებს სადა ერთი წესიერი ხალხი მარტო შენ ოჯახში იჯდე და ეცადო რომ შვილები გაზარდო ვერ შვილებს ვერ გაზრდი იმ სკოლასაც მოგიწამლავე იმ შვილებსაც მოგიწამლავე შვილზე თქმის უფლებას ჩამოგართვენ და გიკეთებენ კიდეც ხმის ამოღებას კაცს ხმის ამოღებას არ დაგიტოვებენ ქვეყანაში ევროპა ხო გვინდა კაც ეს შიგ ევროპაში ხო გვინდა ხოდა საერთოდ არ მაინტერესებს რა ქვაზე არ დარჩენილა ესეც საქართველოში რა აი ამ ჩემს ფეხებს სულ მაგარი მახატია რა იმიტომ რომ სამშობლო მარტო თა და მდინარე არა და ზღვა ადამიანებია რომელი ადამიანებსაც სულ კიდიათ მისი ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ ვიღაცა აი ესეთ კარგ ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ეს რა ქვია გოგო გამოვა და წავა აღდგომას გაშვეთა შეღებილ კვერცხს მიიტანს და იტყვის სად მივდივართ ევროპაში ის დაუჭახუნებს და და ღმერთმა დაგლოცოს და ბუღაძეები და ეგენი იქნება ოღონდ ვინმე დაგინახოთ ტელევიზორში გამოჩნდით იცეკვეთ იმრედე და რა მაგარი ხარ ხოდა მიშას რო გადაუხადეს დავადების დღე იმაში იყო მისული რა ქვია ვივამეთში და უბორნიიდან იძახო და იმას რა ქვია ეგ კოჰაბიტაციამ როქნა ჩემოძმაო რა მქნა იცი კოჰაბიტაცია რო გამოაცხადეს ამ ხალხმა ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა კარგად იცი ანაკონდა ხარ აბერ მოგუდაო და 12 წელიწადია პატიოსან და წესიერ ხალხს რო უყირეს ყოფის ღმერთი მე რა უნდა გითხრა არიცი შენ რაც უნდა ქნა ო ჩემი ნათქვამი გესმოდეთ ახლა თქვენ რა ზუსტად ბიჭო რა აი ზუსტად ჩემი ნათქვამი გესმით ჩემი ნათქვამი ესმის ამ ხალხს რა უნდა ქნა და
ხო თვლი თავს წესიერად. შენ ირგვლივ ხარ კიდე წესიერი ხალხი, ვისაც თვლი. ადექით მოძებნეთ 5-5, 10, 15-15 ოჯახი. ჩამოაყალიბეთ, აზრი რო არ გინდათ ესეთი ცხოვრება, ყოველგვარი ლიდერების და ამის გარშე გადდა დაიცავთ თქვენი სამშობლო. აი ეს უნდა გქნათ, რა არავის არ უნდა. ვინ ჩამოვა, ვინ გააკეთებს სხვისი ხელით გველს რაფერ დაიჭერებს. აი ეს უნდა საქართველოში. ეს დაждებია სახში. არიცი რა გასაკეთებელი? რა ვიცი, ყველაფერი კარგად მე მასწავლის ყველა ჭკუას. თვითონ რატო? ყველაფერი კარგად იცით. აუ, ესა. გამოიზარდა მე ამდენი დედა მოტყნული და ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. დაანთეთ, დიდი სანთელი დაანთეთ, ჩამოქენით ბიძინა ივანიშვილის ხელა კელაპტარი, დაანთეთ, ილოცეთ ბიძინა ივანიშვილზე. პატრიარქმა ხო თქვა, რომ ჩემ ცხოვრებაში გაბწყინდებაო ისო, რა ქვიაო, ჩემ სიცოცხლეშიო იბერიაო და ელოდით ახლა გაბწყინებულია ქვეყანა და ჯაღმაიძემ კიდო რა გითხრათ და შიომ რა გითხრათ და უყურეთ ამას. ხო უყურეთ. ამას ვინც ამას ამბობს, იმას ეშმაკი აქვს შეჩენილი და ცოდვაში ხარ და ამას როგორ ამბობ. რატო არ გინდა სიმართლე? ხვალე ფერმერების მარშიაო. მაგრამ ფერმა არაა ქვეყანაში და სოფელი არაა და გლეხი არაა და ვინ უნდა იეროს ერთ რომელი ის ჩამოყავთ ქემალ ათათურქის შთამომავლები? ფაშები და აღები? არაფერი ლიდერი არაა ქალბატონო მაია საჭირო. არაფერი ლიდერი არაა საჭირო. არაფერი ლიდერი არ შენ შვილს რო ასე წამლავენ სკოლაში. შენ შვილს. შენ რო ასე გიქცევიან ქუჩაში. ასე რო ექცევიან შენ რწმენას და იმას ყველგან უნდა არსებობდეს 10, 20, 15 არ უნდა ეგუებოდეს სისტემას, რა ყველა ეგუება სისტემას და ლიდერი კი არ უნდა ხალხს უნდა მესია და მშველელი რომ მოვა ჯადოსნურ ჯოხს გადაარტყამს და გადაშე არ გადარჩება ასე. არ გადარჩება. არცა გადარჩენის ღირსი. ყოფილი ქოთების მარში არაა ყოველ დღე? ერთი არა კაი კაცი იგი რა, მაგარი უსინდისო კაცი არის, ეროვნულობას თამაშობს და ესა რა ქვია არა ის მოაზროვნე კი არის, აზროვნება აქვს და იმან მითხრა ადრე რომ ყველაზე მეტად მაშინ გაგიჭირდებაო 50 წელს რომ მიაღწევ და შეხედავ რანაირი თაობა წამეიზდება. 50 არა ვარ ჯერ მიღწეული 11 წელი მაკლია, მაგრამ უკვე ვხედავ და გული მისკდება. ვასძე რაინდი არის და კრიბავს ხალხს და თავის ვენახში მრთველს ატარებს და ღმერთმა უშველოს და ესე იქნება რა. ვასძე სასურველი. ჯაღმაიძე ყავს ეგერ მის სკოლაში. და 10,000 ნაკლები გადასახადი არ აქვს რომ ბავშვმა ისწავლოს. აი კაცი იყო გურამშარაძე, ჩემი თქვა რა თქმა უნდა რომ გურამშარაძე იყო კაი კაცი. რო. მიტომ მოკლეს ქუჩაში. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ის შემოგვაშო. კიდე უარესი რო იქნება. კიდე უარესი რომ მოხდება. კიდე ქვაქვაზე არ დარჩენილა. რას არსებოა ეგეთი საზოგადოება? საზოგადოება, რომელიც მის წარსულს უღალატებს, მის რწმენას, ყველას, ვისაც ეს ჩახუტებული გაქვს, ესა რა ქვია, ეს დროშები, ევროკავშირის დროშები და შიგ ევროპაში გინდათ, ყველა ურწმუნო და ურჯულოა. ხალხს რა უნდა მოთხოვო? ჯაღმაიძის მრევლი და რას ელოდებით უგეთეს? დღევანდელი საპატრიარქოს კანდურების მრევლი და რას უნდა ელოდოთ უკეთეს. ხო ევროპაში უნდა და საპატრიარქოს და რამდენი განცხადება აქვს გაკეთებული და ასე შემდეგ. აი ესა, ეს სიმართლე არ უყვართ.
სიმართლე არ უყვართ. მარტო გინებაში არიან მაგრები. თუ ამის დედა შევეცი, ეგ რა მოხდა. მისი ბრალია და თითოეული ქართველის. ყველას ბრალი. თქვენი ბრალია და ჩემი ბრალიცაა. აი რა ქალბატონო, ეხლა მართლა რაღაცა იდიოტურ კითხვას რავი, რას უნდა ვფიქრობდე შალვა ანთელაშვილზე? შალვა ანთელაშვილის დედა შევეცი და იმ გამოყლებული ხალხის, ვისაც შალვა ანთელაშვილი ჯერა კიდე რა. აი ესეთი იდიოტური კითხვები რო წამოვა, რას ფიქრობ შალვა, მაგარი ბზენი კაცია, დიდი თავდადებულია, მამულიშვილია. ეი, თქვენ პატრონს, თქვენ. აი ახლა ამნაირი ხალხი. ვაიმე, ამნაირი ხალხი. რისი ღირსი? ზვიადი სურათს მიიტანენ კი არა? კაცო, ქრისტიანები ვართო და იგი ვართო და ღმერთი გვწამსო იმას ამბობია, ზვიადი სურათს მიიტანენ კი არა? ეშმაკთან არიან შეკრულები და აბა რა სიზამო. ნათელაშვილი ჭკვიანია მისი თავისა, კაი ფულია, კაი სომს, კაი შემს და შენაერ შტერებს იყენებს მისი საკუთარი კეთილდღეობისთვის, ისე როგორც ხვევი გიყენებენ. აი ეს ამის ეგია ჩემი პასუხი. ამას ვიტყვი ნათელაშვილს. და ამას ვიტყვი სხვებზე. მე თუ არის შენი მამაო, ამნაირი უპატიოსნესი ადამიანი და უამრავი თუ არიან ამნაირი უპატიოსნესი ადამიანი, სადა ეს უპატიოსნესი ხალხი? სადა ეგ უპატიოსნესი ხალხი? რატო არ იბრძვის ქვეყანა, რომელიც გადაშენების პირასაა? თუ მარტო გიქადაგებთ და სახში წადით თუ ახლაო და წეიღეთ თუ სახში ამის ფიქრია. არ მჯერა მაფირისტოვის. არ მჯერა. ო. კაი და ცუდი მამაოები არ ვიცი მე. რანაირი მრევლს რასაც მოუწოდებს და რასაც უქადაგებს იქიდან გამომდინარე. მაგ მამაოებმა დაღუპეს და გაანადგურეს და გაათახსირეს ქვეყანა. და გადაიქცეს სოციოპატებად და ფსიქოპატებად. მრევლი ყავს. მაგალითად, ეგენი რო გათახსირებულები არ იყვნენ, ერი ამ დღეში კი არ ჩავარდებოდა. ერი ამ დღეში კი არ ჩავარდებოდა. მეტი რა უნდა გიქნა? მეტი რა უნდა გიქნა? აი ქართველი თამოყარე ქართველი კაცი. თუ ვინმეა დარჩენი ყველა ხვდება იმას, რასაც ვლაპარაკობ. და თამოყარე ქართველი ქალი. ყველა ხვდება, რომ ეს არის ასე. და არავინ არა კარგია აქ. ყველა არის დამნაშავე. თქვენის ჩათვლით. ჩემი ჩათვლითაც მგონიათ, რომ მე თავს ამიდან ვიზრენდე. ასია ეს. ასია ეს. დედა შევეცი ბიძინა ივანიშვილის მოუტყან გამზდელი პატრონი მყوارებელი და მადიდებელი მისი მონებიანად აი ამ დონეზე ქვეყნის გადაქცევის გამო რა აი ამ დონეზე ქვეყნის მიყვანის გამო ო არ მაინტერესებს ზურა ცხინვალში ჯარი დაამატეს ასე უქნიათ საქართველოს როდესაც გათახსირების გზაზე დადგებოდა ყოველთვის მოდიოდა სასჯელი ასე გათახსირებული ერი აი ამ ჩემს ფეხებს რას დაიმსახურებს და რას მიიღებს. არა, იქ ხალხი უკეთესის ღირსი. არა, უკეთესის ღირსი, არა, გაიგეთ. იგიც კარგია როგორც ცხოვრობენ. ო, როცა ასე საზოგადოება აძლევს ამის უფლებას, ყველაფერს საზოგადოება აძლევს. ხადრები ჩემ პერიოდის ქუთაისში. ჩემ ბავშვობის პერიოდის ქუთაისში ვინმე რომ მოთხრეული იყო და ნაძვის ხესთან მოეტანა არჩევნების ბანერი საახალწლო. ხო მოარტყამდნენ ტრაქში პანძურს კინძისყვრით გააგდებდნენ. დღეს ბაბუა შვილიშვილთან სულაც არ აღებიებენ ხალხო ნაძვის ხესთან. და შემოხვეული აქვს რა თქმა დედის ტყნა მამის შიმშილი. მაგაზე ცალკეათი ალაპარაკი გაზიარეთ. კი ბატონო, გაზიარებისაც ეშინია. ლაიქის დაწერისაც ეშინია და ყველაფრის ეშინია. უნდათ ასე დაიჯდეთ და წყართ უყუროთ. აი ესეა მასა. მასა ესა. ფილმი როდის გადავიღე? გაზიარებით არ გაიზიარა ხალხმა. ხო ვიღაცამ ცუდი არ შემოგტენოთ კაცო. რა ტყუილს ვამბობ, რამეს ვაბრალებ იმეს. თუ ახლა ზოგიერთები დაგიწყეთ ლაიქი დაუსვით, გააზიარეთ ხვეწნა. თუ არ გააკეთეთ აი ამ ჩემ ფეხებს კაცო. მადარდეთ ეს. გინდათ ამნაირი ცხოვრება ღმერთმა შეგარგოთ კაცო. და იცხოვრეთ. ხართ მიშას და ბიძინას ღირს. აბა თქვენ იცით. ბიძინას და მიშას მადლი გფარავდეთ და მამა ანდრია ჯაღმაიძის და იმისი რა ქვია. შიო მუჯირის და რა ვიცი. ნარჩენების კიდე. და მიშასი. ბორნიიდან რო გიკითხავთ იმას, რა ქვია, თავისუფლების მოწოდება, ას დაემგვანი ქვეყანა.
ასეთ საზოგადოებას უნდა გადარჩენა და ასეთ საზოგადოებას უნდა არსებობა. ასეთ საზოგადოებას უნდა არსებობა. ეკა მე არ მაქვს ერთეულებზე საუბარი, მასაზე მაქვს ზოგადად საუბარი. აია ძმაო თუ გაილახენ მეტიც უნდა გალახულიყვენ. მეტიც რომ მასთი აზრები თავში არ უნდა მოდიოდეს. აი აბა თქვენიცით მადლობა ბატონო ბიძინა. აი ესეთი გაბწყინებული საქართველოსთვის მადლობა ჩემო პატრიარქო ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს რომ აი ბოლოჟამის პატრიარქი ხარ და იბერია გააბრწყინე. აი ნახე რა ახალგაზრდობა გყავს კაცო, ნახე რა ევროკავშირის დროშებით უნდა ღმერთმა დაგლოცოს. აი ჩვენ გყავს ყველაზე მაგარი სინოდი, ჩვენ გყავს ყველაზე მაგარი ჯაღმაიძე, ჩვენ გყავს ყველაზე მაგარი აბა გაბწყინებულია საქართველო, განათებულია. ანათებული, კი. აბა. ახლა ის როგორ ვიგინები და წყნარათვილა, აი ამ ჩემს ასე ვლაპარაკობ. რიგითი ქართველი ვარ და როგორ ვხედავ ჩემი ქვეყანა გადაშენების, აი ასე ვლაპარაკობ. აი ამ ჩემ ფეხებს ვისაც არ მოწევს, მაგარი მკიდია. ყველა დამსახურებულად ღებულობს ამ ლაპარაკს. მე ასე. აბა კარგად.